შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უფათო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისდად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მორიგი გამოძიების დღეც დადგა, ბატონი მიხეილი პავლიკა და მე თქვენთან ერთად ვართ ისევ და დღეს შევეცდებით რაღაც საინტერესოები მოვძებნოთ. კარგი ფსონები ვიპოვოთ, მithbro რომ წინა გადაცემა ურიგო არ იყო. ხო, ურიგო არ იყო, ნამდვილად 50%-ზე მაღლა ვიყავით. კი. ხო, გაკვრით თქვა, ხო, მე ორი თამაში გავარტყი, ეს 3.5-ზე მეტი გოლები სადაც ვიფიქრე, ავსტრალიაში რატო არ წამოვიდა, ავიც მე თვითონაც არ ვიცი, იმიტომ რომ არა, ესე ჩვენ გაჩეს ლუკა, ვიასალმე პირობში, აურებელს რა გამახსენდა, შენ ავსტრალია რო ახსენე. ხო, გვახსოვს შენ რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა რომ მოხდა. წინა გადაცემაში. ისო ჩამოვარდა? ო, სინარი რო ჩამოვარდა, როგორც კი შენ მელბურნი ახსენე და გვიახლოვდება ეს დრო ჩემო. დაბა დავაფიქსიროთ. რა ძალებს ფლობს შენი სიტყვა? ნახოთ ავსტრალიაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. ავსტრალიის ღია პირველობა საინტერესო იქნება. რაღაცებს ჩავწერთ, იმიტომ რომ ჩვენ ჩაუგურს ვერ ვეხებით ხოლმე, იმიტომ რომ ხუთშაბათს რო გადაცემა იქ არ ვიცით წინასწარ როგორ მოხდება, მაგრამ ავსტრალიაზე ალბათ შეგვეძლება, იმიტომ რომ დილით ღამით არის ხოლმე თამაშები და რაღაცების ჩაწერას მოვახერხებთ ალბათ ავსტრალიის ღია პირველობით. კარგი ტურნირი იქნება. ის საინტერესო ნახავდით ალბათ თქვენს მოიარა ინტერნეტ სივრცეს ერთ გათამაშებიანი სლემი რო ჩატარდა ახლა ავსტრალიაში. რომელიც მოიგო მოყვარულმა ჩაუბურთელმა და გამოდიოდა ყველა იქ ალკარასი, სინერი, შვიონტეკები და ყველა თამაშობდნენ და სინერსაც მოუგო და სინერს მოუგო და საინტერესოდ მოყვარულებს ქონათ ორი ჩაწოდება, ვინ ჩააწყვიდა ჯეირანი წყდებოდა. სინერმა მოიგო ეს ჯეირანი და ერთი ჩაწოდება ქონდა პროფესიონალს და ორი მოყვარულს და სინერმა ჩააწოდა ბადეში გაუშვა ბურთი და ეგრე გააგდო იმ ბიჭმა სინერი და მოიგო 10 მილიონი ავსტრალიური დოლარი. ხო, მაგრამ ჯერ მე მგონი ადრე ეს ლუკას ამბავი არ არის. ლუკას ამბავი წინა. ეგ მერეა მთავარი, მაგრამ მოიგო 1 მილიონი ავსტრალიური დოლარი, რაც არის 600,000-ზე მეტი აშშ დოლარი, ასე რომ გამდიდრდა ეს ბიჭი სმიტი, რომელიც 10,000-იან ტურნირებს თამაშობდა ხოლმე ადრე ის. ის გოგონაც ახსენება რა. ის ხო, ისას მე იმისკენ ვიყავი, მაგრამ ნუ ის კიდე იშოვის ალბათ პერსპექტიული გოგონა არის და ეს უკვე ვერაფერს ვერ იშოვიდა შოვმურთით და აგერ გაუმართ. და ის ეგვიპტელი უნიკალური გამოვიდა. მოხდა საერთოდ იცოდა თამაში. ანუ აი მეც მე რო გამოვიდეთ ხა და ხა მე ალბათ უკვე თამაშობ ჯო. ის რა ვერა თამაში ხარ იფლება. მოკლედ აი რომ მიხვდეთ რა, ბურთს აგდებდა და ჩოგენს ვერ ერტყამდა ჰაერში რა. ანუ აი მოხდა პროფესიონალურ ტურნირზე wild card-ით, მაგრამ wild card-ი არა, ეგ როგორი გაუშვეს საერთოდ. ხო და აი აღძრა ეგ კითხვები რა, ერთადერთი არ ხდება ხოლმე. ხო, შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ, რომ მაგის თანები მე გაგონილი მაგრამ ამის თანებს რატოღაც არასოდეს არ მოვგიათ მე როგორც კი სერიოზული ტურნირი იწყება, თორე წინ და წინ სენსაციები იყო ხოლმე. კი ბატონო, ეგეც გასაკვირია. ფეხბურთსაც ვთქვა, ხო? ფეხბურთზე ვთქვა ის, რომ აგერ ბატონ მიშასთან ყველა საინტერესო არის გაუშვეს შაბი ალონსო, რეალის გულშემატკივარია, არ ვიცი დროებით თუ რამდენი ხნით ალვარო არბელოა დანიშნეს წვრთნელად და პირველივე თამაში გუშინ აგერ თასზე ალბასეტესთან ბოლო წამზე გაშვებული გოლით 3-2 წააგეს და კოპადანაც გავარდა რეალი და კატასტროფა ხდება. შეერწყვა საოცრად, კი ბატონო. კიდევ უარესი დაემართა ამსტერდამის აიაქსს. ეგ მარცხიც არის და მარცხიც, ხო? 0-6 წააგო პირველად ისტორიაში. თასზე ალკმართან 0-6 რაღაცა არარეალური ამბავია. იქაც კრიზისია, რეალი გადალახავს იმ კრიზისს, ადრე თუ ისეთ ფეხბურთელები ყავს და აი იმათ რა ეშველებათ მაგას ვერ გადალახავს, მაგრამ როდის და იქამდე კიდე რამდენ ფულას დაკარგავს და კაც მარიცის სამოქი შევაკიდე თუ არა. კრიზის მაიცის გაგრძელება. თავის დააბრავა. გაითვალისწინა ერთი რამ, რომ რეალი თევზების ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული და თევზებს ახლა უკვე როგორც კი მერწყულში გადავა მზე 20 რიცხვის მერე ეწება კრიზისული პერიოდი. გასტანს დაახლოებით 15-20 რიცხვამდე თებერვალს. ანუ კიდე წინ აქვს კრიზისული. ამიტომ მამა წინ აქვს კიდე კრიზისული ტენდენციები. მაგერი როსტოს უხარია. ჩემი ხომ მოდის ახლა წეს. შენი მოდის კი ბატონო. აბა რეალი ახლა ჩვენი დრო უგენელნელა.
კი ბატონო, ზლატანის ბიჭი გაიფორმა აიაქსს სხვათა შორის. პატარა იბრაჰიმოვიჩს გაუფორმეს კონტრაქტი და ძალიან საინტერესოა როგორი ფეხბურთელი დადგება. სულ ყველას შვილი იქ თამაშობს რა, ესე იგი ვის არ ნახავ ხო? ენეგორო ფესელინგი არის, რა თქმა უნდა, ვამბომელი, ვამპერსის ბიჭი არის და ასე შემდეგ. შვილები და პლუს რავი ყველას შანსი მიცეს, ვისაც აიაქსში უთამაშია რაღაცა დონის ფეხბურთი, ყველა მწვრთნელად დანიშნეს და ვერავინ ვერ გაამართლა. ევროპის ჩემპიონატი იწყება ხელბურთში, ჩვენი ბიჭები ჩაერთვებიან, უბრალოდ დაიწყო უკვე. და ჩვენ რა თქმა უნდა გულშემატკივრად ხორვატიასთან გვაქვს პირველი მატჩი, არ შევეხებით ხა პირველი ტურის შეხვედრას. აი მე უკვე შეიძლება რაღაცებზე ფიქრი. პირველი ტური მოდი გამოვტოვოთ და შევხედოთ. ხორვატია ძლიერია ზედმეტად. ისე როგორც წყალბურთში ახლა ორ ფინალისტია წინა ევროპის. ორ გრანდთან წააგეს. ამაში როდის არის? 14-ში. 14-ში. 14-ში კი არა, 18-ში. 14 იყო უკვე. 14 იყო. ასე ჩვენებს მეტი შანსი შეიძლება გქონდეთ 18-ში, ვიდრე ხორვატებს. ხორვატები ახლა ნელ-ნელა მიდიან უარყოფით. 17-ია ბოდიში. ცulis ამას. სხვა შემთხვევაში ცოტა ცulis, ფრეშ შეიძლება იყოს. მართლა? როგორი ამბავია. პროგნოზი არის ეგ. მე არ მჯერა რაღაცა გიმალოთ. ხო, ნუ ხორვატია გრანდია ეხ ძლიერია. ხორვატია ზედმეტად ძლიერია ჩვენთვის და საერთოდ სენსაციები არსებობს ხო? ულტიმატურია. რა თქმა უნდა არსებობს, როგორ არ არსებობს, მაგრამ აი რაღაცა ხელბურთში ხელბურთში არის ძალიან იშვიათი სენსაცია. ნე როგორც რაგბიში და დაახლოებით იგივეა. რთულია ძალიან ძლიერის დამარცხება. ხო და იგივე წყალბურთში პირველი ორი თამაში ზუსტად იმ ხორვატიასთან საბერძნეთთან წააგეს. ჩვენმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ დღეს ხვალ როცა გადაცემა დაიდება უკვე გვეცოდინება სლოვენიას ხვდებიან. სლოვენიას თუ მოუგეს და სლოვენიასთან ფავორიტი საქართველო არის. ჯგუფიდან მაინც გადიან, იმიტომ რომ 4-დან 3 გუნდი გადის შენ. ახლა მან გასაგებია გასა, იმიტომ რომ ახლა იუგებს ისეთი დიდი საერთო წყალბურთში დიდი სკოლა გავლილი. აქაც იგივეა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ხორვატია. ხელბურთში და მე მგონი წყალბურთზე უფრო მაგარი შედეგი ხელბურთში აქვს. ნუ გააჩნია ვის ახლა XRBT. არა, ხორვატებზე ვარ. ხო, ხორვატებს შეიძლება. დაახლოებით თანაბარია. ხო, წყალბურთში ხორვატიაც. კარგი, დაიწყე მიდია რა. დავიწყოთ ჩვენ ვისაუბროთ 3 გამორჩეული თამაშია, რომელიც მე ამოვარჩიე და ბატონ მიშასთანაც გავიაროთ ეს თამაში. პირველ რიგში არის მანჩესტერული დერბია იქ ინგლისში. United-ის City-ა და თამაშზე ვთქვათ 1-2 სიტყვა, საინტერესო იქნება ალბათ. დას ფიქრობ. ნუ ახლა ჩემო კარგებო, მოდი ახლა აქედან დავიწყოთ რომ ახალი მწვრთნელი გავს, ხო, მანჩესტერს, კერიკი, გიორგი საუბრადღებოთ არის ხო ჩვენს კერჩხების ნიშნი დავადებული თან მამლის წელიწადში. არავის არ ეგონოს რომ ესეთი ხელწამოსაკრავი პიროვნება, თუმცა არ ჩანს და ძალიან არ ხმაურობს, როგორც საერთოდ კერჩხიბები. ძალიან არ ხმაურობენ რა, გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩანს ხოლმე. ხო, და სხვა ჩვენ ზიდანიც, მარადონაც, სუკერჩხიბებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ხო, ამიტომ მოდი ახლა ესე ვთქვა, არა მგონია ხელწამოსაკრავი იყოს, ეს არბელო არ არის. რატომაც გონია რომ რაღაცა პატარა სენსაციისკენ წაიყვანს გუნდს, მაგრამ ეხლა პირველი თამაშია ხო მისთვის. აი ეს სანაპირველი აპრობაცია რაღაცა რამდენად ცოტა გაუჭირდება. მოდი ესე ვთქვათ, ეხლა მით უმეტეს City ეხლა ხედავთ რა მომართულია. City ვერძის ნიშნით არის დაბადებული და United-ი არის კურო. მოდი ეხლა ესე ვთქვათ, რომ ვერძის დრო მოდის მაგრამ უფრო მეტად იქნება გაძლიერებული ახლა რაც მეტი დრო გავადა აი თებერვლის ბოლოსკენ კიდევ უფრო გაძლიერდება City. Manchester United-ს აქვს შანსი, მაგრამ აი ხა ეს რო პირველი თამაში არ ყოფილიყო, კიდე შეიძლება მე თქვა, რომ სენსაცია შეიძლება ქონოდა ადგილი და იცით როგორ პრინციპულია ტრადიციულად მათი თამაშები. მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ აი ეს ალღო ინტუიციური რომ მეც კერჩხიბებს გაქვთ და ამ შემთხვევაში კერიკს აქვს, ხო? რაღაც უფრო სწორ არჩევანებს გააკეთებინებს, ვიდრე მაგალითად იგივე ფლეჩერს, რომელსაც ეს მომენტი არ ქონდა, ხო? თუმცა მე მაგალითად შეიძლება გავიწიო რაზე, ფრეზე. ხო, ანუ United შანსები ექნება, უკვე ძალიან რთული თამაში თუ წევს დაწყება, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან ბევრი გოლი უნდა გავიდეს ამ თამაში, იმიტომ რომ United შემტევია და City ხوارი და არის რა, მგონია რომ კარგად გაუტანა. ხო, დაცვა არ უარგა, ამიტომ კარგად უშვებს გოლებს და შეიძლება გაიტანოს მგონია რომ ბევრი გოლი იქნება. ხო, ანუ მან შეგვიძლია წავიდეთ თამამი პროგნოზისკენ, ფრე 1-2 შორის გვარდიოლა მერწმულია. კი, ესეც გავიცვალისწინოთ.
ამიტომ ახლა მისი ტვინი, მისი ხედვა, ინტუიციური ეს ხა ყველამ ვიცით როგორია. და მე ამიტომ გონია რა, რომ ახლა ამ ეტაპზე აი გვარდიოლას პერიოდი კიდე მოდის. 20 იანვრიდან კიდე უფრო ძლიერი გუნდი შეიძლება დადგეს City, მაგრამ მოდი ახლა ესე ვთქვათ, რომ ახლა მაინც აი პირველი თამაში ვერ ყოფილიყო, ნამდვილად ვიტყვი შეიძლება სენსაციას გამოგრა. მაგრამ ახლა უფრო ფრისკენ ვიხრებ. კი ბატონო, საინტერესოა. იქვე შეგვიძლია Leipzig-ი Bayern-ზეც ვილაპარაკოთ. ნუ გასაგებია რომ აქ Bayern-ი ყველასთან ფავორიტია იმ Bundesliga-ში და ძალიან მარტივად მიდიან ჩემპიონობისკენ ამ სეზონში, მაგრამ მაინც საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრი რთული გასვლა არ აქვს ხოლმე Bayern-ს Bundesliga-ში და Leipzig-ი ერთ-ერთი ის გუნდია, ვისთანაც უმრად შეიძლება რაღაცა საინტერესო და სენსაციური მოხდეს და მან რას უნდა ველოდოთ. ნუ იცით რა, მე მაგალითად ასე მგონია, რომ Bayern-ს აქვს ცოტა წინ კიდევ ცოტა კრიზისული პერიოდი. და ეს უფრო დადგება თებერვლის პირველ ნახევარში. თევზებია ეს ნიშანი და თევზებს ახლა უკვე თებერვლის პირველი ნახევარი აქვს ყველაზე რთული. ამიტომ შეიძლება იქ კონდეს პატარა კრიზისული მომენტები, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე, აი ამ კვირაში როგორც არის თამაში ხო, აქ მე ვთვლი რომ სკოლა Bayern-ს მეტი აქვს შანსი მოგებისა და წარმატებისა. თუმცა იმედი მაქვს რომ კომპანი რადგან ვერძია, აი თავისი ვერძული ელემენტები დაეხმარება ძალიან თებერვალში იმ კრიზისის დაძლევაში. მაგრამ პატარა კრიზისული ოდნავ ჩავარდა, მაინც მე ველოდები რომ თებერვალში ეკრება. გასთვალისწინებელია დავალოთ თებერვალს, შეიძლება Bayern-ის ერთი კარგი წაგება დაიჭირა. თუმცა არ ვიტყვი, სვაჩეს ვერ ვიტყვი რომ Leipzig-ი ახლა ცუდ გამარებაშია, ამიტომ რომ კუროს ნიშნით არის დავადებული. ამიტომ ახლა კურო ჯერ კიდევ ქაჩავს, ენერგიაზე არის 20 რიცხვამდე მაინც იანვრისა. ნუ გონია რომ კაი ბრძოლა იქნება რა. ყოველ შემთხვევაში ეცდება Leipzig-ი რომ ფრეს მაინც გამოკროს ხელი. და მესამე ავარჩია ჩემთვის ყველა საინტერესო ერთი პერიოდი იყო, როცა Real's Riazorze Deportivos-თან გასვლას და Barcelona-ს ანუეტაზე, მაშინდელ სტადიონზე ხა Real Arena ქვია Sociedad-ის სტადიონს, მაშინ ანუეტა ერქვა. იყო სადღაც 10 თუ 12 წლიანი პერიოდი, როცა Barcelona ვერ ახერხებდა Sociedad-ის დამარცხებას გასვლაზე და აგებდა ყველაფერს. ისე როგორც Real-ი აგებდა Riazorze Deportivos-თან, ეს ძველი ამბებია და ეხლა ხო Barcelona-ს აგერ სუპერთასის მოგების მერე კანსელო დაიმატეს და უბრუნდა კარგ ფორმაში არიან, მაგრამ Sociedad-ი მძიმე გუნდია და სტუმრად რას უნდა ველოდოთ Sociedad-ი Barcelona-ს შეხვედრაში. შემოკარგო, გიორგი, მე მაინც ცოტა არ მჯერა Real Sociedad-ის მწვრთნელის, შილდოსანი. შილდოსანს ახლა ცოტა რთული პერიოდი აქვს და ამიტომ შეიძლება შესწავლები დაუშვას, მათ შორის ტაქტიკური, მათ შორის დაუშვათ შერჩევის კუთხით მოთამაშეებისა და ასე შემდგომ. ამიტომ ამ ეტაპზე ახლა ჩვენ ვხედავთ Barcelona დაფრინავს, ხო? Sociedad-ი ჭიდაობს და წვალობს. მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ ლოგიკურადაც რო ვთქვათ, Barcelona-ს მეტი აქვს შანსი. თუმცა წინდაძე მინდა ვთქვა, რომ Barcelona შილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით არის დავადებული და შილდოსნებს ცოტა კრიზისული პერიოდი ექნებათ მარტში. ამიტომ მე უფრო ველოდები აი სადღაც 1-დან 15 მარტამდე ცოტა აი Barcelona-ს მუხრუჭებს, მაგრამ ეხლა რას გვიძლია Barcelona აშკარად ერთ თავით მაღლადდეს ყველა კომპონენტით. ანუ სადღაც აი Champions League-ის play-off-ები რომ მოუწევს, მაშინ ექნება რთული პერიოდი. მაინც და მაინც. მაშინ უნდა კონდეს უდო. ნუ ახლა იმედი მაქვს რომ ხა ფლიკი თავის გამოცდილებით მაქსიმალურად ეცდება რომ ფსიქოლოგიურად მაინც დამოხტოს გუნდი, მაგრამ ახლა თუ ყველა ვხედავთ რომ რაც არ უნდა გუნდმა კარგად ითამაშოს, ყველას აქვს რაღაცა ეტაპი ჩავარდნისა, მით უმეტეს თუ რაღაცას იგებ. რო იგებ, მე რაღაცა ეთყობა, არ ვიცი, თავის თავში ზედმეტად თვითრწმენა ჩდება თუ რა არის. ლუკა, მამოიერეთ, რომ მე და გიორგის გვაქვს რაღაცა. კარგია, მე გისმენთ ყურადღებით და ვითვალისწინებ. მე ხა თუნში უკვე იმას შვები. სად რაზე გავაკეთებ ზონები. რა თქმა უნდა, მაგისტრის არის ყველაფერი და თქვენც მოგიწოდეთ რომ რომ არ იყო მედი შენ იმასკენი პირველი თამაში შენ დაწერე რას მე მაინტერესებს აი თქვენი სხვა შორის არ გვისაუბრია იმაზე რომ აფრიკის თასის ფინალისტები გამოვიდნენ. მე მაგაზე ვაპირებ შენ თუ არ დამასწარე. სენეგალი, მაროკო გვექნება ფინალი. რას ფიქრობ? მითხარი და პირდაპირ მაროკო გახდება ჩემპიონი. არა, მე კიდე პირიქით ვფიქრობ რომ სენეგალი არ წააგებს ძირითად დროში ამ თამაშს და საერთოდ მინდა რომ გავაკეთო ფსონი ფრეზე. გუშინ უყურე ორივე თამაშს. 11 მეტრიანები იქნება, ანუ? არ გამოვრიცოთ. გუშინ უყურე სენეგალმა დატოვა ძალიან კარგი შტაბეჭილება. ეგვიპტემ კარისკენ ვერ დაურტო. არის საერთოდ ვერ გააკეთა ეს საერთოდ. დასაკვირია. გააქრეს, რასაც ქვია. მაროკოს გაუჭირდა, ძალიან გაუჭირდა.
ნიგერია ძლიერი ხო, მაინც კაცო. ნიგერიაც ახლა არც ის არ მოგეწონა ნიგერიის თამაში? ცუდი არ იყო ნამდვილად ახლა. ეს ზოგადად თვლი რომ ძალიან დაბალი დონეა იდეაში, რა, ჯახია რა. ხო, ნუ ეგ სტილია ეგეთი სათამაშო თორე ხა ის გუნდები რომლებიც მეოთხე ფინალში გავიდნენ ნახევარფინალში საკმაოდ ძლიერი ხა შემადგენლობებს გადახედე. ხო, უბრალოდ ხა აფრიკის თასია და მძიმე თამაშები მიდის განსაკუთრებით პლეი-ოფში ხა გოლებს და რაღაც სანახაობას არ უნდა ელოდოს უეს ჩეხო არის. სენეგალი. მე ვამბობ სენეგალი მაროკოზე ვფიქრობ რომ მატჩი დასრულდება ფრედ. აჰა. ძირითადი დრო. მე რაღაც მოიგოს უნდა მაროკო, არ არის პრობლემა. ხო, არა, მე რა თქმა უნდა ხო მაგას აღარ ვიტყვი. მოიცა მასე არ მოუგო თავის დროზე ეგვიპტეს სენეგალმა ფინალში? ხო, კი ბატონო, კი. ამათაც ხო აქვს რაღაცა ითამაშეს ბოლოს ეგრე. ხო, ბოლოს სხვა მან არის ტენდენცია ეგეთი, რომ თუ ძლიერი მასპინძელია, ანუ რომელიღაცა გრანდის ქვეყანაში ტარდება, ის იტოვებს ხოლმე. ეს წინა აფრიკის თასზე კოდივუარმა დაიწყო საშინლად, თუ არ ახსოვს მაყურებელს გავახსენებ, რომ წააგეს პირველი თამაში, მეორე ითამაშეს ფრედ რობერტს მახსოვს და ან წარმოიდგინეთ, ან წვრთნელმა ავარჯიშა მიიყვანა აფრიკის თასამდე გუნდი და მეორე ტური ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მერე მწვრთნელი გააგდეს და დატოვეს ასისტენტი მწვრთნელად გაჩვენა არისოდა ვინ იყო ის კაცი მესამე ტურის თამაში მოიგეს და ადგილიდან მე ჩემპიონები გახდნენ ძიმე თამაშით სუფრეებით პენალტებით ასე შემდეგ მაგრამ მივიდნენ ჩემპიონობამდე და კოდივუარში რომელიც ჩატარდა ბოლო კოდივუარმა მოიგო იმ კოდივუარზე მეორე ძლიერი გუნდია ეს მაროკო გასაგებია თავიდან ფრანგი იყო მე მგონი ხომ მწვრთნელი თუ კი ვინც გააგდეს ქალები გიждდებოდნენ იმ მწვრთნელზე ეს მახსოვს ხო კი ხო და მაროკო ხბევრად ძლიერი არის ხო ვიდრე ის კოდივუარი იყო რომელსაც სახში მოიგო და გამომდინარე იქიდან რომ მაროკოშია ეს ტურნირი სადაც ფინალამდე მივიდა მოკლედ ამას მე გიორგის უთმობ არა თქმა უნდა დაგითხრა ხა მაყურებელი მაინც იმას გაითვალისწინებს რაც მოეწონება მურალ ჩემი აზრია რომ მაროკო გახდება ჩემპიონი კი ბატონო აი მშვენიერია ესე იგი სახლში თამაშობს მაროკო და გახდეს ჩემპიონი მე გულშემატკივრობ უბრალოდ არ მგონია ძირითად დროში გააკეთეს ეს უკვე ორჯერ ვერ მოიგო კი მაგაში გეთანხმები რაღაც დონეზე და მაგიტომაც ვამბობ მაროკო მგონი ერთხელ იყო სულ ჩემპიონი ხო ხო ბევრჯერ არ ყოფილა ზუსტად არ მახსოვს სენეგალი მეტჯერ ერთხელ არა მე მგონი მე ჯერ ნახე აბა მე ყოველთვის ხომაგობ იმას ვისაც ნაკლები ქონდა ჩემპიონობა ეგ თავისთავად ეს სულ თუ მაროკო ნაკლებად იყო მის მხარესავ არა ნუ ისეც ზოგადად უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი ყავს მაროკოს კარგი მე ჩემ ბოხუმს მიუბრუნდ როგორც იქნა მეორე ბუნდესლიგა იწყება და ვიცი ბევრს გაუხარდება მათ შორის ჩვენთანაც მეგობრები არიან რომლებიც გულშემატკივრობენ ბოხუმის გულშემატკივრობენ ბოხუმი დარმშტადის კუთხურები უნდა დავწერო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბოხუმი არის ერთ-ერთი ნახევარი ხო კუთხურისტი გუნდი 9 ნახევარზე მეტი კუთხურებთან დაკავშირებით სულ მაინტერესებს ვინმე როდისმე მოიფიქრებს თუ არა არსენალის კუთხურებს როგორ გაუწევს მე მგონი მაგის საშვია რამდენი გოლი გაიტანეს ყველა ხედავს და ვერაფერს ვერ აკეთებს კი მე უკვე ეს ეგრეთ წოდებული მიმებიც კეთდება რომ საჯი პენალს უნიშნავს არსენალს და არტეტა გამორბის რომ არ იყო პენალტი კუთხური იყო კუთხური კონტრ რაღაც თამაში ჯერ ვერავინ არ საერთოდ ვენგერის ესე უარი თქვეს ხო იცი გიორგი ოფსაიდზე ოფიციალურად თქვეს რომ აღარ მივიღებთ მაგას და მე იგონებენ იმას 6 წამი უნდა ეჭიროს მეკარეს ბურთი ხელში თუ 8 წამი და მე კუთხური უნდა დაინიშნოს და საჯებით ნახეთ დაიწყეს ნიდერლანდებში დაიწყეს უკვე უთვლიან ბოლო 3 წამს. კი, ამ აფრიკის თასზეც ვნახე ზიდანიშვილი ალჟირის ნაკრების ძირითადის მეკარე იყო და ერთხელ შერჩა ბურთი кайხანი და საჯმა კუთხური დაუნიშნა. დაუნიშნა? იყო. საინტერესო საქართველოში თუ დაითვლის საჯი. ალბათ ითვლიან, მაგრამ არ მახსოვს იყო თუ არა უკვე ეგეთი შემთხვევები დანიშნული. კარგი, მოდი გუშინ კიდე ერთ საინტერესო თამაში იყო ბენფიკა პორტუ ბენფიკა. უამრავი ბარათით და საბოლოოდ პორტუ თასი იყო და პორტუ მოუგო. პორტუ საერთოდ სასწაული გუნდია ამ სეზონში. 16 ხო მეოთხე ფინალი. 16 ჩემპიონატში პრიმერა ლიგაში 16 მოგება და ერთი ფრე აქვს. წაგება არ აქვს და უკვე ძალიან წინ გაიჩნენ ახლა პორტუგალია ცოცხალია? მოურინიო აი გუშინ და დღეს აღარ მომიკითხია. გუშინ თამაშზე იყო კი. ხო და პორტუგალიაში ხო სულ ეგრეა რომ ამ ბენფიკა ამ პორტუ ამ სპორტინგი და სამივე დაძაბული ბრძოლაა ხოლმე და პორტუ ამ სეზონში
ძალიან წინ არის, ძალიან ძლიერი გუნდია, წაგება არ აქვს და ეხლა წარმოუდგენელი მგონია რომ წაუგებლად დაამთავრონ ჩემპიონატი. ჯერ კი ადრეა, მაგრამ დერბია მოკლედ გიმარაეში პორტუდან გიმარაეშამდე იქ არის 30-40 კილომეტრი, არ უყვართ ამათ ერთმანეთი. გიმარაეში ყოველთვის საშუალოზე მაღალი დონის გუნდი იყო პორტუგალიაში. საერთოდ არ გამოვრიცხავ რომ პორტუმ პირველი თამაში ზუსტად აქ წააგოს და ეს დიდი სენსაცია იქნება რომ ნახე 8-9 გიმარაეშის კოეფიციენტი, მაგრამ რა თქმა უნდა მაგას არ ვიტყუბრობ გიზიარებთ რომ არ გამოგვირდება პორტუმ წააგოს, ამაგერ თუ ვიტყვი რომ აქ იქნება ბარათები, რაც ყველაზე მოსალოდნელია ყოველთვის პორტუგალიაში, მით უმეტეს როცა დერბი არის. დერბია, ხო. კი, ბოლო თამაში რომ ნახე, გიმარაეშს და პორტუს შორის იყო 10-ზე პორტუგალიის და 12 ყვითელი ბარათი იყო. 12-ზე მეტი იქნება. მგონია რომ აქ 5 ნახევარზე მეტი, ანუ 6 მინიმუმ 6 ყვითელი ბარათი გიმარაეში პორტუში უნდა იყოს. მეც სერგი ბრაგასთან წაგების მერე მოურინიო ერთი ამბავი აუტეხა მოთამაშეებს და ვერ უშველა. ვერ უშველა, პორტუმაც მოუგო აგერ. სხვათა შორის ბრაგა გუშინ გავარდა. ხო? თასიდან ვისთან წავიდა, საერთოდ არც გამიგია გუნდი რაღაცა გაგიგია სახელის ქვედა ლიგის წარმომადგენელი. თასი მაგითი არის, კარგი რომ ეგეთი რაღაცები ხდება, აგერ ალბასეტემას გუშინ რეალი გააგდო. კარგია, თასები მაგიტომ მიყვარს. კარგი, დერბი შეეხო გიორგი და მეც ნიდერლანდებში სავალ დერბის ავიღებ, არის ფეინორდი სპარტა. ხუთი თამაშია, რობინ ვან პერსის გუნდს არ მოუგია. და აი, რასაც ქვია ისიც არ მინდა რუსული აკანდაზზე არის ბატონი რობინი და რამე და აი ხუდა არავინ აპატიებს ვამპერსი ხარ თუ ღმერთი არ ითვლება ეგეთი რაღაცები მიუახლოვდა აიაქსი უკვე სამქულაშია და არ შეიძლება უბრალოდ წაგება სპარტა ეს დერბი კი არის თანაქალაქელები არიან მაგრამ არ მიიჩნევა ისეთ ჯახად რომ აი ხოცავდნენ ერთმანეთს არ არის ეგრე მე მგონია რომ ფეინორდი ამ თამაშს აუცილებლად მოუგებს სპარტას არ არსებობს უბრალოდ რომ კიდე ერთი შეცდომა და მართლა დამთავრებული ამ დიდი ფეხბურთელის კარიერა. ასე რომ მგონია რომ ეს ნავს გატყდება აქ და ფეინორდი იმარჯვებს სათში სპარტასთან ეს იქნება ჩემი მეორე პროგნოზი. ხონდა მე რო არ მითხრა რომ ეხა გაიგეო მაგ თამაშს ხება, აგერ მიწერია ფეინორდი სპარტა. და რახან შენ კითხვი რომ არ ხოცავენო ერთმანეთსო, მაგრამ მე მაინც ვივარაუდებ რომ აქ ბარათები იქნება. რატო არა? რომ არის ხოლმე შემთხვევა. მოიცა საჯი უნდა. მაკელიე. გადააგეთ. ან ნახე როგორ არის მაკელიე რომ ზოგადად ბარათებს ბევრს არიღებს ეს ვიცით ყველა, მაგრამ ჰოლანდიაში, ნიდერლანდების ჩემპიონატში კიდე სხვებზე უკეთესია. რამდენიმე ისეთი მსაჯია ნიდერლანდებში რომ საერთოდ, რა ვიცი, თუ არ მოკლა ვიღაცა ბარათს არ ამოიღებს და მაკელიემ ფლადეგეთი არ არის. მაკელიეც არ არის გიჟი ამომღები, იგი საერთოდ ვინ არის ჰოლანდიაში ეგეთი არავინ არ არის. ამიტომ რადგან სხვებზე მაინც უკეთესია და რადგან დერბია, რადგან ფეინორდს ეგრე რთულად აქვს საქმე ბოლოს ამი თამაში არ მოუგია. სპარტა თავის მხრივ ეცდება რომ ისარგებლოს ფეინორდის ამ ცუდი ფორმით, მე მგონია რომ აქ ჯახი იქნება, დაძაბულობა იქნება. კი, ფეინორდისთვის აიაქსი არის მთავარი მტერი და მეტოქე, მაგრამ აიაქსის მერე ნიდერლანდებში სპარტა არ უყვართ და სპარტასაც მაინც ერთი ქალაქის გუნდები არიან და ერთმანეთზე არ გიждდებიან. ამიტომ ვარაუდობთ რომ მაგ ქალაქში კიდე ხო, მარი კი. იმასთან არის. სამნახევარზე მეტი ბარათი უნდა იყოს, 4 ბარათი მგონია მაგ თამაში. ახლა მერთმა ქნას კი. უბრალოდ რა არის წინა შეხვედრები ხა მე რასაც ერთმანეთს გამორიცხავს. მე რაც ვივარაუდი, ანუ ადვილად მოუგებს კომანდას. ვარაუდობ შარშან მაგალითად იყო გეზბუიკი საჯი 3-0 მოუგო ფეინორდმა და არც ერთი ბარათი არ. ესმის ახლა ეგეთი რამე არის ხოლმე ნიდერლანდებში. ხო, მე ვთქვი შეიძლება ძალიან რომ მოუგოს გაბრაზდნენ. ყველაფერი შეიძლება. შეიძლება ვერ გაუტანოს დიდი ხანი და მე ახეთ რა ამბავი არ ხდება. ისე თებერვალში იქნება ალბათ სერიოზული ჯახები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თებერვლის 17-დან 3 მარტამდე მზის დამთვარის დაბნელება. მე როგორც ვაგვირდები დაბნელებებზე ძალიან საფრთხება ემოციური ფონი და ეს კონფლიქტები, ჯახი, ესეთი ბარათები და შემდგომ თვის დასაწყისშიც გითხარით ეგ რომ დიდი ალბათობით უნდა იყოს, რა ნახოთ ერთი. უკაცრავად ავიღო ისა ხელბურთი გიორგი რა. მიდი. მაინც ფრენბურთს ავიღო. მართლა? კარგი, მაშინ მე მოდით ხელბურთიდან შემოგთავაზებთ ერთ პროგნოზს, რადგან არ მინდა რომ შემეშალოს და იცი რა ვქნა მიცადე. ეხლა გეტყვი რა არ მინდა რომ შემეშალოს, ანუ დაწყებული არ იყოს ის თამაში. შენ ისე კომანდი ხარ, ეგეც მითხარი. რაში ხელბურთში? ის არა, დიდად ძალიან ფავორიტია დანია, მაგრამ მე წინა გადაცემაში ვთქვი, მე ჩემპიონი ისლანდიაზე გავაკეთე.
მონტენეგრო ფარერის კუნძულები არის ასეთი მატჩი, რა თქმა უნდა მონტენეგრო ითვლება ფავორიტად, მაგრამ მე ველოდები ასევე ფარერებისგან ძალიან კარგ მატჩებს და მგონია რომ ამ შეხვედრაში ფარერები ჰანდიკაპით არ წააგებს ისე მოგებაზე რომ ეს არ გაგიკვირდეთ ლუკასგან, იმიტომ რომ მერწყული ზოდიაქოს ნიშანია ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩევა და რასაც საზოგადოება თვლის ვერსია, მერწყულმა უნდა თქვას აუცილებლად საპირისპირო და სხვა შორის ყოველთვის იცავს სუსტებს. ეს მერწყულის ელემენტია და ამიტომ არ გაგიკვირდეთ ესეთი მისია ასე თქვა. მაგრამ თორა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, მე მგონი რომ არ წარ, შეიძლება საერთოდ მოუგოს ფარერებს. რა კოეფიციენტი აქვს? კოეფიციენტი არ ვიცი. შეგვიძლია და მოხედავა. ამ ჯგუფში არის შვეიცარია, სლოვენია, თანაბარი ჯგუფია, ხო? იდეაში ყველა შეუძლია გასვლა და პრინციპული მატჩებია და იმიქიდან გამომდინარე რომ იდეაში უფრო ძლიერს აძლევენ ძალიან დაბალ კოეფიციენტს, გონია რომ სუსტები აქვს ფორებით არ წააგებენ. საერთოდ გაითვალისწინეთ ეს ამბავი, რომ ხელბურთში თანაბარ ჯგუფებში, თანაბარ ჯგუფებში. ნუ სადაც 3 ბურთი, 4 ბურთით რო არ დათმოს, იქნება მშვენიერი. მე მგონია რომ საერთოდ შეიძლება მოუგოს. ნახოთ ხო, საინტერესო იქნება. ნუ ხელბურთის ჩემპიონი თან არის ქართულ ტელევიზიაზე, ქართულ ტელევიზიებში, ასე რომ სილზე. ლუკაც გაუძღვება ხოლმე და ჩაუსხდეთ თან ჩვენი ნაკრები თამაშობს, თან ისეთი საინტერესო თამაშებია ხოლმე და რატომაც არა. მივადევნოთ თვალყური, როცა ეს რა დროებში არის? საღამოს თუ? ხო, საღამოს არის 9 და 11 საათი გადამოვიდა. არა, ისე ხა დანიელი თამაშებს. დიდი ფორუმი ყოველთვის მაგარია. ხო, ფრანგები იყო ცენტრს თამაშები. კი ბატონო, მაშინ ხო, რადგან აგერ აფრიკის თასზე ვიკამათეთ ცოტა და მაროკოს ჩემპიონობა უბრალოდ თქვი, ერთ თამაშს გაუზიარებ მაყურებელს, ისეთ ჩვეულებრივი თამაშია თურქეთის ჩემპიონატში. ფრენბურთი, ქალთა ფრენბურთი, თურქეთის ჩემპიონატი გამორჩეულია ტოპ-2 ჩემპიონატი, ანუ იტალია და თურქეთი ყველა ძლიერი ჩემპიონატები არის, განსაკუთრებით ქალებში. და მანდ არის ეგეთი თამაში, ერთი გუნდია თურქ ჰავა, ესე ქვია, ნუ მან ძირითადად სპონსორების სახელები ქვიათ გუნდებს და ამას რაღაც სპონსორია და ეგეთი სახელი ქვია, რომელიც წინასწარმეტყველში ძალიან ჰავა თუ ჰავა? ყავა, რა ვიცი. თურქული ყავა, მიხვდეს მაყურებელი, ეს წერია ხოლმე THY. ეგრეთ წერია ხოლმე გუნდის სახელი. ჰავას ხასიათზე უფრო იყო ამ ეტაპზე. ყავა, ეხა ყავას დალევს. ხო და წინასწარმეტყველში ძალიან კარგი გუნდი იყო ეს, იბრძოლა ნახევარში. ერთი რა მაინტერესებს ის ვიხდი, გონი ვიღაცა ქართველი თამაშობს თავიდანვე, ხო? ეხლა თამაშობს თურქეთის ჩემპიონატში, ანა კალანდაძე, კი. ხო, ვიღაც არ არის თან ძალიან ძლიერი. ხო, მაგრამ წინა სეზონი გაატარა გალათასარაიში, სადაც დიდი მედებს ამყარებენ გალათასარაი გრანდია ფრენბურთის რა თქმა უნდა მიიყვანეს უბრალოდ როგორც კი მიიყვანეს მალევე ერთ 2 კვირაში გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ვინც მიიყვანა ახალი მწვრთნელი დანიშნეს და ის აღარ ენდო ათამაშებდა ცოტას და ამის გამო რომ გალათასარაიში სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა წავიდა არასკარგოში რომელიც არის იზმირის გუნდი იზმირი დიდი ქალაქია თურქეთში 5 მილიონიანი და პირველი გუნდია იმათი და მეხუთე ადგილზე არიან ახლა საკმაოდ კარგად თამაშობენ და ეს ლიდერია კალანდაძე ეს სხვა გუნდებია. რასაც შენ ახლა გვეუბნები, სხვა გუნდები, იზმირის გუნდი არა? არა, ესენი არ არის იზმირის გუნდი. მეორე ხელბურთელი კალანდაძე ისევე. იქნება, ხო, ანუ ნიკა კალანდაძეც ორივე ტიტე კალანდაძის ტიტე თავი მწვრთნელია ხელბურთის ნაკრების ნიკა კალანდაძე აკლდამდენი წელი ისეთი ტრავმა ქონდა, წლები ვერ თამაშობდა თუ იქნება, კარგი ამბავი. ხო და ბელედიესპორი თურქჰავა ეგეთი თამაშია, ამ გასვლაზე რომელიც არის ამ გუნდმა თურქჰავამ ძალიან ცუდად დაიწყო. ახალი სეზონი აგებდა ყველაფერს და უკვირდა ყველას, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავთ, ბერგმანი ყავთ, ბრაზილიის ნაკრების ფრენბურთელია, საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები არიან და არეული იყო გუნდში მდგომარეობა ყველასთან აგებდნენ. შეცვალეს მწვრთნელი და დაალაგდა ყველაფერი. ბოლო პერიოდში იგებენ. წინა ტურში მოუგეს ფენერბახჩეს თამაში. ეს არის უდიდესი სენსაცია ფენერბახჩეს ესეთი ფრენბურთელები ყავს, თითქმის არავისთან არ აგებს, ამათმა მოუგეს. მე გუნდი რომელსაც ეთამაშებიან ბელედიესპორის ხელში ზემოთ არის, კარგად გამოიყურებიან და მაგიტომ მგონია ჯერ არ წერია კოეფიციენტი, მაგიტომ მგონია რომ ამ თურქჰავას მოგებაზე იქნება საკმაოდ დიდი კოეფიციენტი და ვფიქრობ რომ მოიგებს ამ თამაშს ასე რომ მოინიშნეთ ბელედიესპორი THY ეს წერია ხოლმე თურქჰავა ორიანი ნესკაფეს რო შეხვდება არ გამოგვაპარო ეგ ამბავი ჯახი უნდა იყოს მეტობაც მგონია ეს თამაში, მაგრამ ვიტყვი რომ ორიანია მოიგებს თურქჰავა.
ჩვენიერი თამამი ვისაც პროგნოზია. გიყვართ თურქული ყავა, შეგიძლიათ დაწეროთ ორიანი ამ თამაში. კარგი, ნელ-ნელა ჩვენ ბოლოსკენ უნდა წავიდეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ დაალაიქოთ ჩვენი არხი, გამოიწეროთ, რა თქმა უნდა, კომენტარებიც არ დაივიწყოთ და რაღაცები იკითხეთ, ჩვენს შესაძლებისთაგვარად გაგცემთ პასუხს და რაც თავია, გამოიყენეთ ის პროგნოზები, რომელიც დღეს შემოგთავაზებთ. წარმატებები ყველას და იღბალი. ენდეთ ვარსკვლავებს იღბალს და ჩვენი. დროებით. დროებით.